მოგესალმებით ყველას, თქვენ უყურებთ Geostalks. ძალიან დიდი ხანია ჩემ არხზე არ იყო მიწისქვეშა თავშესაფრები, ეგრეთ წოდებული ბუნკერები და საოცრება როგორც იქნა მოვიცალე და დღეს ვიმყოფები ჩვენ დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, ერთ-ერთ ძალიან მაგარ ადამიანთან ერთად, რომელსაც აქვს თავისი Instagram-ი bunker 561, გამოიწერეთ, დათვალიერეთ, საინტერესო მიწისქვეშა კონტენტი არის. ხოლო დღეს ჩვენ უნდა დავათვალიეროთ თავშესაფარი ნომერ 462 და წავედით. და ეხლა ჩვენ ვიმყოფებით თავშესაფარი ნომერ 461-ის შესასვლელთან, რომელიც აშენდა 1987 წელს და მისი ტევადობა არის 100 კაცი. სპეციალურად ჩვენი დედაქალაქის ცენტრში არის. აი ესე კარგად შენახული ჰერმეტული კარი გვაქვს ჩვენ. ესეც შესასვლელი, შესასვლელში გდია ძალიან ბევრი ინვენტარი. ეს არის ჰერმოკლაპანი, რომლის მეშვეობითაც იკეტებოდა ჰაერის ნაკადი, რომელიც შედიოდა თავშესაფარში. სხვადასხვა კიდევ უამრავი რაღაცა ინვენტარი. ესეც მეორე კარი, პრინციპში ბევრი ამას ჰერმეტულს ეძახის, მაგრამ რეალურად ეს არ არის ჰერმეტული კარი, ამას ცოტა სხვა სახელი აქვს. იკეტებოდა შესასვლელი და მსგავსად მეტი ჰაერისგან და მაგალითად ხმაურისგან იცავდა შიგნით ადამიანებს. და ესეც ამ თავშესაფრის ერთ-ერთი ცენტრალური ოთახი. და პირველი რაც მხდება თვალში არის აი ესეთი გიფსო მუყაოთ აბაშირის აი ესეთი პანელები, რომლითაც მთელი ეს თავშესაფარი არის მოპირკეთებული. საკმაოდ კარგად ახშობს ეკოს და ვიზუალურადაც საკმაოდ სიმპათიური არის. აი ესეთი ოთახი არის, აქ მაგი და ძველი ესეთი საბჭოთა урна, რომელიც ბევრ დაწესებულებაში ხშირად მხდებოდა ჩემს, ასე ვთქვათ, ახალგაზრდობაში. ხოლო ეს არის სავარიო გასასვლელი, რომელიც არის დაკეტილი და როგორც დაუდგენელი პიროვნება იძახის, არც არსად არ მიდის. ეგრეა? კი. რაც სავარიოებთან გადის და ვენტილაციისთვისა ესა. ესეც მეორე ოთახი, საკმაოდ დიდი ოთახია მინდა გითხრათ. სავარაუდოდ აქ იჯდა ვიღაცა ძალიან დიდი უფროსი, ესეთი დირექტორის კაბინეტის მაგიდა. ესეც ძველი საბჭოთა დროინდელი მცველები, არ ვიცი რამდენ ათეულ ან ასეულ ამპერზე არის გათვლილი. ძველი არაყი სტალიჩნაია. და ესეც რაღაცა ძველი საბჭოთა ტელეფონი, რომლის დანახვაზე სველდებოდა მე მგონი ყველა კომუნისტი. რაღაცები დევს. დიდად ინვენტარი არ არის აქ შენახული, მაგრამ რაღაცები მაინც ხდება. ძველი ვინსტონის სიგარეტი, მოწევა კლავს. ესეც სეიფი. ეს არის საფილტრო ოთახი, სავენტილაციო. ესეთი ჰერმეტული კლაპის მეშვეობით იკეტებოდა ჰაერის ნაკადი, რომელიც აქ შედიოდა, იფილტრებოდა. და მერე სუფთა ჰაერი შემოდიოდა უკვე უშუალოდ თავშესაფარში. დენი როცა არ იყო, ესე ხელით ატრიალებდით და დუმბავდით ჰაერს. სპეციალურად ძალიან მაგრად არის შენახული ათაურობა და იმედია ეგრე დარჩება კიდევ ძალიან დიდხანს. ესეც ამ ყველაფრის ელექტროობა. და ესეც სავარიო გასასვლელი. ოთახი, რომელშიც არაფერი არ ხდება. და ესეთი შუშის პლატფორმია. ესეც რაღაც სათავსო, ახლა დიდად არაფერი არ ხდება.
ესეც ამ თავშესაფრის მეორე შესასვლელი. ეკაც დიდი ისეთი ელექტროგამანაწილებელი კარადა. ნახელო რუბინიკები. აქ ეწერა რომლისთვისაც არის. ტელეგრაფი, ფილტრსავენტილაციო, განათება, სარეზერვო და ასე შემდეგ. ესეც ჰერმეტულია. მარა გინდ მომკალი და ვერ ხვდები აქ ასიკაცი როგორ უნდა დატეულიყო ამ თავშესაფარში. ანუ რეალურად არის ორი ესეთი საშუალო ზომის ოთახი. ალბათ აქ იდგმებოდა ორსართულიანი რაღაცა საწოლები ადამიანებისთვის, ვინც აქ უნდა ყოფილიყვნენ. მოკლედ ჩემთვის ცოტა გაუგებარია. აბა ნახოთ კიდევ რეები გვაქვს. ის საიდანაც შემოვედით თურმე არის სათავდარიგო შესასვლელი, ნუ მეორე არის მთავარი. აქ არის წყლის რეზერვუარი, აი ესეთი კარგად შენახული ლურჯი წყლის რეზერვუარი. ხოლო ეს არის ესეთი გამანათებლები და აბა რომელ დიგერს არ დაულებია აი ამ ასე ვთქვათ შუშიდან. ამას ქვია დიგერული განსხვავებული, რო იცოდეთ. ესეც აპირფარეშო ქალბატონების და მამაკაცების. აქ იყო ალბათ ხელსაბანი. ხოლო აქ უნიტაზი. ესე კაცი როგორ ეტევოდა აქ? რა ვიცი, აბა. მეც მიყვარს. 50 კაცს მეც ვერ ვიტყოდი ამას. 50-იც ბევრია რა. მაგრამ ნუ 50-ს კიდე ასე თუ ისე ჩაიდებდა აქაურობა. ეხლა დავიწყებ აქაურობის სურათების გადაღებას. ხოლო თქვენ თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, დასვით ლაიქი, გააზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებში და გამოიწერეთ ბუნკერ 561. და ძალიან მაგარ რაღაცებს ნახავთ.